ცხადია, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს მიზანმიმართულად ჩვენს ევროპელ და დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობის ბოლომდე დასანგრევად. ჩვენ საერთოდ არ დაგვაინტერესებდა ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას რომ ეხებოდეს, მაგრამ როდესაც ისინი არიან დე-ფაქტო ხელისუფლება და 26 ოქტომბრის შემდეგ მიტაცებული აქვთ საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო ბუნებრივია, მათი თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს უქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას, მათ შორის იმის ალბათობას ყოველდღიურად უფრო და უფრო ზრდიან, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს და უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა, რაც მოგვეცა, ეს ყველაფერი გაატანოს წყალს და შესაბამისად შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა GIZ-ში და ახლა დაკავებული არის მხოლოდ და მხოლოდ ელჩების და არასამთავრობო ორგანიზაციების Facebook გვერდების სტალკერობით, ყველაფერს აკეთებს მისი მხრივ, პარლამენტი დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის გარდა დაკავებული არის იაფასიანი ჭორაობით და სხვისი დათაგული პოსტების გამომზეურებით. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია და მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, რომ გერმანელმა პარტნიორებმა გააკეთეს ისეთი მკაფიო განცხადება, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ჯერჯერობით მკაფიო პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა. კირკის მკვლელობა არის თუ არა ლევანტович ლიბერალური ფაშიზმის გამოვიდა? კირკის მკვლელობა ცალსახად არის ძალიან ტრაგიკული აქტი, ძალიან მძიმე სანახავი კადრები იყო. თუმცა ასე რომ რაღაცა რომელიმე იდეოლოგიას ეს რომ მივაკუთვნოთ, მე მგონია რომ არასწორია, ეს არის ცალსახად ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც ათასობით ადამიანის თვალწინ იქნა ჩადენილი და რომელიმე იდეოლოგიას მივაწეროთ ამის წახალისება, ჩემთვის იქნება ძალიან რთული, რომ ეს არის ფაშისტური თუ ლიბერალური თუ სხვადასხვა სახის იდეოლოგიასთან დაკავშირებული საკითხი, ძალიან რთულია ამაზე ახლა კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ცალსახად ადამიანი მთელი მსოფლიოს, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს თვალწინ მოკლეს ძალიან მძიმე ფორმით და ნამდვილად ჩემთვისაც უმძიმეს სანახავი იყო ეს კადრები. კი ბატონო, იგივე თემა. არ ვიცი, ახლა ოპოზიციური პარტიის რომელიმე მხარდამჭერი სადღაც Facebook-ზე რას დაწერს, ამასთან დაკავშირებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალური პოზიცია არ ექნება. ჩვენ გვაქვს ცალსახად ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ რაც ვიხილეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ არის შემზარავი და შემაძრწუნებელი. მაგალითად ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამერიკის რბილმა მიდგომამ არ მოიტანა შედეგი და არც ამ ადმინისტრაციის პირობებში მოიტანს ეს შედეგს. თინახიდაშვილმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არადემოკრატიული ქვეყანა მისაღებია ირანისთვის, ანუ დემოკრატიის განვითარება არ აწყობთ იმ ქვეყნებს, სადაც არის დემოკრატია დასახელდა ირანი, პეკინი და რუსეთი, რა თქმა უნდა. რა მიზანი ჰქონდათ მოხსენებებს და მიღწეული თუ არა არის მიღწეულია თუ არა მიზანი ამ მოსმენის შემდეგ? ჩემი აზრით მიზანი არის ძალიან მკაფიო, რომ ხელისუფლება და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ესწრება ირანის მეჯლისის სხდომას, სადაც ხმამაღლა ყვირიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ბუნებრივია, რომ ის ხელისუფლება ვერ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებული და ვერ გადატვირთავს სისტემურად ურთიერთობას, მათ შორის ამერიკის 57 პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომელმაც ჩაშალა უნიკალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ლაზიკის მშენებლობას, რაც თავის მხრივ გულისხმობდა ანაკლიის პორტის აშენებას, სადაც თანაინვესტორი იყო ამერიკული ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები, შემდგომში ჩანაცვლდა ჩინური კომპანიებით და იმათმაც კი არ ააშენეს, ანუ საერთოდ ეს პროექტი ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული, რომელსაც გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური დანიშნულებისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობისთვის და როდესაც ხელისუფლების მხრიდან იდგმევა არაერთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება არა
მხოლოდ ქართულ, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისა, ხშირად, რა თქმა უნდა, როდესაც მოკავშირეები ვართ, ჩვენი ინტერესები ემთხვეოდა განსაკუთრებით წინა წლებში, ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს და დღეს ქართული ოცნების ინტერესები ემთხვევა ირანის ინტერესებს, ჩინეთის ინტერესებს და რუსეთის ინტერესებს და რაც ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების, არ ვიცი, 250 წლიან საგარეო პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის ყველა გზავნილი, რომელიც ჟღერდებოდა ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის დემოკრატიული თავისუფალი ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების საგარეო მიმართულება არსებითად ანგრევს ქვეყნის შესაძლებლობას გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი. ერთი წუთი დაასრულოს. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ რიგ საკითხებში ჩვენ უფრო მკაფიო ვიქნებოდით და უფრო მეტ ფაქტობრივ მოცემულობაზე გვექნებოდა საუბარი. ეხლა თვითონ სპიკერების განცხადებებში და შეფასებებში ნამდვილად არ შევალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე მაინც გონია, რომ ამ პოზიციების კიდევ უფრო არგუმენტირებულად დაცვა იყოს შესაძლებელი. მართველი გუნდისთვის ტრაგედია ის არის. ამ განცხადებების შეფასება გითხარით, რომ არსებითად, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ საგარეო კურსის ცვლილება, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების პრორუსულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში უფრო მკაფიოდ ყოფილიყო, მაგრამ მე მგონია, რომ კიდევ უფრო უკეთ შეიძლებოდა სახელმწიფო ინტერესების დაცვა და უფრო მეტი მკაფიო განცხადების გაკეთება იქ. ერთი წუთით. $2003-2012 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავდა ქართულ სახელმწიფოს, ჩინეთთან ჩვენ გვქონდა ძალიან სტაბილური და მყარი ურთიერთობა, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, რიგი საკითხების გახსნა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ხელმოწერა სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება და ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანა, მაგრამ აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ქართული ოცნების ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინს, რომელსაც ბევრი უდიერად უყურებს, სტრატეგიული პარტნიორობა. სტრატეგიული პარტნიორობა მათ შორის გულისხმობს სამხედრო დონეზე პარტნიორობასაც. და არ ვიცი, მე მგონია, რომ საქართველოს სამხედრო პარტნიორობის თვალსაზრისით დასავლეთთან უნდა იყოს აბსოლუტური ინტეგრაციაში მოსული. ერთია ინვესტიციები, ერთია ეკონომიკური ხარდაჭერა და მეორე არის ქვეყნის საგარეო კურსი, როგორია, თორე ჩვენ ხედავთ არაერთ დასავლურ ქვეყანას, რომელსაც აქვს ძალიან მყარი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, მაგრამ ქართული ოცნების პოლიტიკა რა არის? ქართული ოცნების პოლიტიკა არის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ჩანაცვლების მცდელობა ჩინეთით. ეს არის სხვა. თორემ თუ კი ჩვენი კურსი არის ევროკავშირისკენ მიმართული, ჩვენ თუ კი ვაგრძელებთ სრულფასოვან სვლას ევროპულ ინსტიტუციებში გაწევრიანებაზე და ამავე დროს ვაჭრობთ ჩინეთთან, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ როდესაც ერთს წყვეთ და მეორეს იწყებთ და ის მეორე ძალიან ბუნდოვანია თან, ეს უკვე არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. აი რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ლევან, როდესაც ქართველები საქართველოს წინააღმდეგ გაძლევთ ხმას, იქ საუბრობენ, რომ ჩვენი ქვეყანა არის რუსულ ორბიტაზე და ამერიკისგან უფრო მეტ ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ იმ ფონზე, როდესაც ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი არის ჯო ვილსონი, რომელიც ცნობილია, რომ არის ლობისტი, ის ფულს იღებს ლობიზმისთვის და რამდენად ობიექტურია აი ასეთი ადამიანების შეფასება. აქ პრინციპული მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ იმ საკითხს, რომ ერთმანეთისგან, ჩემი აზრით, ცალსახად, როგორც ქართველი ხალხი, ისე დასავლეთი მიჯნავს დე-ფაქტო ხელისუფლებას და საქართველოს. იქ საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი არ თქმულა და ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, ის ზაზა მამალაძეს, გენიტალიების კაცი, ეს ისა რა ქვია, დავით რაზმაძე არ არიან საქართველოს. და ისინი უნდა მოითხარონ პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, და რა პრობლემაა? ვინ ზაზა მამალაძე? დავით რაზმაძე ხო არის გორის საკრებულოს თავმჯდომარე? თუ ნაკლები იკადრა იმან. მოროდიორი ხო ეძახა და გუშინ კალაძის შტაბის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ესენ ზონდერები არ არიან, ესენ არიან ჩვენ ჯარისკაცები და იმან ქართულ ჯარისკაცებს ეძახა მოროდიორები.
არ აღრევა არის და ჰელსინკის კომისიაზე რაც უფრო მეტად დაზიანდა ქართული ოცნება არის კარგი ქართული სახელმწიფოსთვის. ასეა. დე ფაქტო ხელისუფლება არის ერთი, ქართული სახელმწიფო არის მეორე. მეგობარი აქტის მიღება ჭირდება ქართულ სახელმწიფოს. მეგობარი აქტის მიღება არ ჭირდება ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს იქ ზიანი არ მეუღია და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული ხას უსვამ. ძალიან მცირე საკითხთა ნუსხა თქვენ რომ ნახოთ საკანონმდებლო ინიციატივები, სადაც ორივე პარტია რაღაცას უჭერს მხარს და საქართველოსთან მიმართებაში, რომ დიახ, საქართველოს როგორც სამხედრო თვალსაზრისით ერაყის და ავღანეთის სამხედრო მისიებში, ისე ნებისმიერი სხვა კუთხით ქართველი ხალხის მიერ დასავლური ინტეგრაციის ბრძოლაში შეტანილი კონტრიბუცია ამერიკის მხრიდან არის ცალსახად დანახული სწორად. თორე ეს განხილვა საერთოდ არ იქნებოდა საქართველოსაც გამოუტანდნენ განაჩენს. ჰელსინკის კომისიის გუშინდელი მოსმენა ეხებოდა ქართული ოცნებისთვის განაჩენის გამოტანას და ქართული ოცნება საბედნიეროდ არ არის ქართული სახელმწიფო. კი ბატონო. მაგრამ მაგალითად კონგრესმენი სტივ კოენი აღარ განიხილავს და აღარ დაამტკიცებს მეგობარ აქტს დაამტკიცებენ და ის ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ჩაკლა და სამწუხაროდ უწოდებს ამ ფაქტს. როგორ აფასებთ და რას უკავშირებთ ამ პროცესს? აქ საუბარი არის პროცედურულ შეფერხებაზე, რომელიც დაკავშირებული არის მეგობარი აქტის მიღების პროცედურულ საკითხთან. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული უმრავლესობა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან უჭერენ მხარს მეგობარი აქტის მიღებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში და უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იქნება მეგობარი აქტის მიღების საკითხის ხელახალი აქტუალიზაცია, როდესაც ესეთი მხარდაჭერა, კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ესეთი მხარდაჭერა აქვს მეგობარი აქტს ორივე პარტიის მხრიდან, შეუძლებელია, რომ აი ამ პროცედურული შეფერხებით მოხდეს მეგობარი აქტის მიღების საკითხის ესე რაღაცა შეჩერება. ეს მხოლოდ დროის საკითხია, როგორ და რა ფორმით იქნება მისი აქტუალიზაცია შემდგომში გაკეთებული. დიახ. იცით როგორ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც მანამდე იდგა, ანუ იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელთან ერთადაც განიხილებოდა სავარაუდოდ იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად მისი მიბმა შეიძლება არ მოხდეს და მოხდეს სხვა ფორმით მისი მიღება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი გზავნილი რაც იყო და რასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ, არის ის, რომ ორპარტიული მხარდაჭერა არის ისევ ძალაში, ცალსახად ძალიან დიდი უმრავლესობა არის მეგობარი აქტის მომხრე, გააზრებული აქვს, რომ დიახ, ქართულ სახელმწიფოს ჭირდება ამის მიღება და ქართველი ხალხის ბრძოლაში ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. აქედან გამომდინარე, ეს არის დროის საკითხი და მხოლოდ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გავამახვილებდი მე ყურადღებას და დარწმუნებული ვარ, რომ ის სულისკვეთება, რაც მეგობარი აქტს აქვს, იქნება მიღებული და მოვა სისრულეში. ქართულ ოცნებას ზედმეტი იმედი ამასთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეს ძალსაღები. ნახეთ როგორ არის ამ ბოლო ვითარებით რამდენადაც ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას 97 თუ 98 სენატორი 100-დან უჭერდა მხარს მეგობარი აქტის მიღებას და მე მგონი ან ერთი ან ორი იყო მოწინააღმდეგე იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად ხას უსვა მეგობარი აქტის წინააღმდეგ კი არა იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად რომ ყოფილიყო მიღებული რასთან ერთადაც გამოვიდა მეგობარი აქტი და მე ზუსტად ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ როდესაც უმრავლესობა კი არა, კრიტიკული უმრავლესობა უჭერს მეგობარი აქტის მიღებას მხარს, შესაბამისი ტექნიკური საშუალებები იქნება გამოძებნილი, რომ ის მიღებული იყოს. საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენების სამი კი ბატონო. სამი დააკავეს, მათ შორის არის ორი ქართული ოცნების მხარდაჭერი, როგორ შეაფასებთ, აი როდესაც თქვენ ალბათ ხომ რომ არ აკავებენ ეს რასაც ჩვენებს რომ ორი ბოლო კი ბატონო, ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ოფისი არის 13 ჯერ დარბეული. შუბებით მოლოტოვის კოქტეილიც არის ნასროლი, დამწვარია შენობა, არ ვიცი, საღებავია შესხმული, ავეჯია დაზიანებული. არც ერთი პირი არ არის ამასთან დაკავშირებით დაკავებული. ეს ერთი. მეორე
28 ნოემბრის შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ აქვს მიღებული ჯანმრთელობის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დაზიანება. არც ერთი სამართალდამცველი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი ამასთან დაკავშირებით არ არის დაკავებული. უბრალოდ პროპაგანდისტვისაც კი ის ზაზა მამალაძე, ის არაკაცი, რომელმაც ქალს გაარტყა ხელი, შემდეგ გაიქცა, ამოეფარა პოლიციას და მე საშინელი ჟესტიკულაციით მიმართავდა დემონსტრანტებს, იმ კაცის გადარჩენა პროპაგანდისტვისაც კი რთული აღმოჩნდა და რამდენიმე ბარტყი გადმოაგდეს ახლა და არუშველის ქართული ოცნება რამდენადაც არ უნდა დაემალოს სარკეს, ზუსტად ის კაცი არის ქართული ოცნების სახე. აი ის კაცია. შეუძლიათ კახიკალაძის ის ბანერები ჩამოხსნან და ზაზა მამალაძე და ის პრიმატები გააკრან, ვინც იქ არიან. წარმოდგენილი. ხო, იმიტომ არა, როგორ არის, იცით, რაც არ ვიცი, 360-იანი გადაღების კამერით ვისაც გადაუღეს და სახეზე აღბეჭდეს, ისინი დაიჭირეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო. თქვენი აზრით, პოლიციელებს რატო არა აქვთ დარბევის დროს იდენტიფიკატორები? იმიტომ რომ აი ყოველ შემთხვევაში გამოვიდნენ და გითხრათ, რომ იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და ეს კაცი ახლა 15 წუთში ამოიცნო მთელმა ქვეყანამ და მოუხდა მისი დაჭერა, აბა რა იქნებოდა. და ქართული ოცნებისთვისაც კი, აი ქართული ოცნების ჩვეულებრივი მხარდამჭერისთვისაც კი, ძალიან ცუდია, როცა ეგეთი კოლეგა გყავს. აი ეს ზაზა მამალაძე რო შენი სახეა ეს კაცი. არა კაცი. რასაც ჩვენებს ეს დაჭერა ამორი. რასაც ჩვენებს და გზავნილი რომ ყველა კანონის წინაშე თანაბარი. არა, გზავნილი არის საკუთარი თანამებრძოლებისთვის, რომ ბიჭებო შეიძლება ვეღარ დაგიცვათ. ეს არის. იქ რომ დანარჩენებმა ნაკლები იკადრა, იქ უბრალოდ ეს კაცი რაღაცა გენიალური მოვლენა არის ამორალობის თვალსაზრისით. და მოუწიათ შეგდება, ნახავთ, აბა რამდენი ხნით დაიჭერენ. ამასაც შევხედავთ, 2 კვირით, ფულს მიცემენ, არ მიცემენ. ეს ხო საშინელი სანახავი იყო ყველასთვის. ქართული ოცნებისთვისაც და ეხლა როცა ქრისტიანობაზე, კაცობაზე, ტრადიციების დაცვაზე გაქვს, ეს კაცი არის ყველაფრის საპირისპირო. მაგრამ მწვანე ვინა უნთო ამ ხალხს. ის გვერდზე რომ გაკრეჭილი გოგო ედგა ხა ეს ხალხი შიგნით ვინც არიან ამის თანამოაზრეები არიან და წესით მორალურად უნდა გზნობდნენ რა ამბავს იცი რომ ცუდად აგვაქვს ხალხმა საქმე ჩვენიანების დაჭერა უწევს ნაკლები უკადრიათ თუ რა ის პოლიციელები არ გინახავთ მაგალითად დიღომში რომ გზა გადავკეტეთ და მე 100 ლარიან მაგას რა ქვია პროსტიტუტებს რო ეძახდნენ ქალებს აქციის დემონსტრანტებს ის პოლიციელები ხო მუშაობენ ისევ უბრალოდ ეხა გასაჭირში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ანუ მათივე პროპაგანდისტვისაც, ახლა არ ვიცი, ზაზა ლომინაძე თუ რა გვარია, მამალაძე არის ძალიან რთული დასაცავი კაცი. და გადააგდეს ახლა ვინ არის? ერთჯერადი გამოყენების ის არის ყოვზი. ჩააგდეს ნაგვის ყუთში, მაგრამ ის ნაგვის ყუთი ყოველთვის ის არის, რა ქვია, მე ისევ ამოიღებენ და სადღაც დაასაქმებენ, ან რაღაცა 1-2 კაპიკს გადაუგდებენ მის ოჯახს. არა. იქ კიდევ უფრო მეტი დემონსტრანტებზე მიმდინარეობდა ის ვიღაცა მაღალი ტიპი რო იყო, ულაყი. ის არ ძალადობდა, არ ურტყა თავში, აეტყვა იმას უკეთეს პატრონი ყავს, ეს ზაზა მამალაძე, ის არის, რა ქვია, ქართული ოცნების ბირჟავი კი კრეტინი ვიღაცა. არაკაცი, რომელიც უფრო მარტივად გაიწირა და ის პირველი ვინც გამოვარდა გაზონივით შეკრეჭილიმითი, რა ქვია, წვერით. ის ულაყი რატო არ არის დაკავებული, კასტეტი რო ურტყა კაც თავში. ხო არ არის დაკავებული. ის კადრებიც ხო გვაქვს ყველას ნანახი, ამოცნობილი ხო ის ტიპიც. ხო არ არის დაჭერილი. რატო? ეთყობა იმას უკეთეს პატრონი ყავს და ჯერ არ იჭერენ. ჭირდებათ ის, იმას მე გადააცმევენ ზონდერის ნიღაბს და მე თავიდან გაალახიებენ სხვა ქალს. რაც შეეხება თვითონ ამ ძალადობებს, პროვოკაციებს, აი რაც ხდება, ზოგადი შეფასება თქვენი როგორია, როგორც ვითარდება მოვლენები, ან ჯამში რაც ხდება, ეს თავარი პროვოკატორი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და მიიტაცა ქართული სახელმწიფო. ის არის თავარი პროვოკატორი და ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას პირადად. თანამზრახველი არის მათ შორის კახიკალაძე. ხო არ მოწონთ ეს?
აი ხო იძახიან ხო გმობენ ვაიმე რა ცუდია დაძაბულობა ეს სხვათა შორის დააკვირდით კალაძე რო ნერვიულობს ლიოს ვერ ამაგრებს ისევ მაინც ის მისი ძველი ეს ისა რა ქვია პიროვნული ღირსება რბილისთან დაკავშირებით როცა უჭირს საუბარი მაინც მერე ტყდება იმიტომ რომ ნერვიულობს რთულია ლის დაჭერა და ეს დაძაბულობა ხო არ მოსწონს მას რამდენი თვე ვიხვეწებოდით და ვითხოვდით რომ დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები ნორმალური წესებით გამოეშვა პოლიტპატიმრები ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარებული იყო არ ქნეს პირიქით წავიდნენ რადიკალიზაციაზე ქართული ოცნება წავიდა რადიკალიზაციაზე რომელიც არ იმჩნევს არავის დედამიწის ზურგზე და ხა მთავარი პროვოკატორი არის ბიძინა ივანიშვილი. თვითონ ეს კაცია პროვოკაცია და ქართული ოცნება. გიორგი ანწუხელიძეზე ფეხით რო არიან შემდგრები და ხან პიარ შეწირულს რო ეძახიან, ქართულ სამხედროებს რომ მოროდიორებს ეძახიან, ეს არ არის პროვოკაცია? ეს ხო პროვოკაცია, ცალსახად. ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ნებისმიერი თავმოყარე ქართველის წინააღმდეგ. ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სადღეგრძელოს რომ სვამს ამ ქვეყნის და მისი გმირების და ეს გააზრებული აქვს, მათ წინააღმდეგ ეს პროვოკაცია. ეს არის იაფასიანი დაშინების მცდელობა და ეს ყოველთვის ესეა, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო მუხტი იმატებს. ხან სად ჩერბიან, ხან სად გამორბიან და არ ვიცი. პირველი შევარდნენ ქართული ოცნების ოფისში, ეგეთი რამე მე არ გამიგია. ოფისის შიგნით რომ ნიღბებით იყვნენ შენიღბულებით საკუთარი მხარდამჭერები. რატომ ალავ შენ სახეს თუ სიმართლე გაქვს? ხო შიგნით ხო იყვნენ? ხო დარბოდნენ იმითი რა შენიღბულები. რა ვიცი, სამუშაო პროცესი ხო ქონდათ. ხო ის მწყინვალი არჩევნები ტარდება საქართველოში და აგიტაციით არიან და ხალხის პრობლემებით არიან დაკავებული. რა ჭირდება ნიღაბი? გააგრძელო მუშაობა 7 და წყნარ პირობებში. ვისმევა. ჩვენი არ ვიცი, კიდევ ძალიან ბევრია დასაკავებელი. მე ეჭვმეპარება რომ ქართულმა ოცნებამ ისინი დააკავოს, მაგრამ ქვეყანაში შეიცვლება. ჩვენ მხარეს მნიშვნელოვანია ის რომ 23 წლის სტუდენტი გოგონა დააკავეს კახი კალაძის ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით და ის ბანერი როგორც აღმოჩნდა არის უკანონოდ საერთოდ ამ შენობაზე გამოჭიმული. იმ კონსტრუქციაზე ნებართვა არ ქონია საკუთარი მერიისგან აღებული და წესდარიგით დაჯარიმებას ექვემდებარება და ამის გამო 23 წლის გოგოს ბატონი კახი კალაძე უშვებს ციხეში სისხლის სამართლის მუხლით. ძალიან ნათელი გამოვლინებაა იმ ვაჟკაცობის, ქრისტიანობის და ქართველობის, რომელიც მას როგორც ჩანს მოსდევს. როგორ? არ ვიცი, საქმის დეტალებს ნაკლებად ვიცნობ და ქართული ოცნების პროკურატურის სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსის მიმართ მაგ ნულოვანი ნდობა და ერთი არა მუხტს აუყენებენ და მე ის მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს იქ. დიახ. შტაბთან რატო იკრიბებით? აქამდე რუსთაველი იყო შეკრების ადგილი და ახლა როცა კალაძის შტაბი გაიხსნა, მან იკრიბებით, იცით რომ შიგნით არის ხალხი, აქედან მოდის ინება, რუსებო ასე შემდეგ და შესაბამისად იწვევს თუ არა ეს პროვოკაციას აი ამ ადამიანების მხრიდან. მე ესეთ რამეს ვიტყოდი რომ ჩვენ თვეების განმავლობაში ის მარშები, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურად იმართება რუსთაველის გამზირზე, როგორც წესი ითვალისწინებდა მელიქიშვილის გამზირზე გალვასაც. ქართულმა ოცნებამ ეს ოფისი სწორედ ამ მიზნით გახსნა, რომ საკუთარ ამომრჩეველში რაღაცა ეჩვენებინა, რომ ჩვენ ისევ მაგრად ვდგავართ, აქციები ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის, ჩვენ ქუჩაში ისევ გამოგვესვლება, რუსთაველი და მელიქიშვილი არ არის მათი და როდესაც პოლიტპატიმრებს ჩვენს თანამებრძოლებს თვალის დაუხამხამებლად უშვებენ ციხეში, წირავენ, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, როდესაც ჩვენი ევროპული მომავლით თამაშობენ, როგორც რა ვიცი, კუბიკ რუბიკივით თამაშობენ ამ ქვეყნის მომავლით. მე რო ჩაული ამ ოფისს, შეუძლებელი არ ქონდეს რეაქცია და უნდა მიიღო. რა ვიცი, გაივლი და მიიღებ. მათი მხრიდან არის, ძალადობაზე ვინ გადავიდნენ.
ისინი ხო გამოვარდნენ იქიდან. მაგალითად, არჩევნების წინა დღეებში 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით ადრე რომ ჩვენი ოფისი დაარბიეს, ცენტრალური ოფისი ვარკეთილში. ვარკეთილში მარშით მოდიოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები? ხო შუბებით ხო შემოვარდნენ, ხო დალეწეს, უბედო 50 ზონდერი რომ მოვარდა. აქ არავინ არ მისულა მაგ დანიშნულებით და პირველ დღეს 100 კაცს რო წაესიენ, ქალებს ზურგიდან ურტყეს და მე პოლიციას რო ამოეფარან, მეორე მესამე დღესაც გამობრძანებულიყვნენ გარეთ. რატო არ გამოვიდნენ და რას მუშაობენ? რასთან არის მათი მუშაობა დაკავებული? და ჩვენ არ ვთვლით რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, ამ ქვეყანაში ტარდება რუსული სპეცოპერაცია. სხვათა შორის თქვენ ტელევიზიას გუშინ გორბის კვლევა რაც ქონდა, ზუსტად ის შედეგი დაიდება ალბათ არჩევნებზე. ალბათ გორბი უფრო კეთილსინდისიერად ატარებს იმ კვლევას, ვიდრე ეს არჩევნები ჩატარდება. ამ მდგომარეობამდე მივიდა ეს ქვეყანა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მელიქიშვილზე უნდა გაიარო იქ და უნდა აგინო და იქამდე არ უნდა გაჩერდეს. არ ვიცი. ვიღაც არ გამოიქიდან და პროტესტის გამოხატვის ნორმალურ ფორმად მიგაჩნიათ. მეორე დღესაც ვთქვით, რომ პირველივე წუთებიდან ეს ადამიანები აქტივისტები მოხვდნენ მელიქიშვილის განძირზე კაფეტალაძის არჩევნე შტაბთან ისმოდა გინება და და არა მარტო შტაბის პროვოკაცია გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ინფორმირებულია, რომ შიგნით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და შეკრებილები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები. კი ბატონო, შიგნით, აი, არსებითი სხვაობა არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ შიგნით შეკრებილები არიან ზონდერები, ქართული ოცნების მოძალადეები და ადამიანები, რომლებიც ურტყამენ ქალებს. აი ეს ვიცით, რომ იქ ისინი არ არიან შეკრებილები, სტაფერები და პლაკატის გამკვრელები და იმისი, რა ქვია, ბუშტების გამბერავები, რაღაცა ლურჯი ბუშტების. შიგნით არიან ზონდერები, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანების ცემით, შეურაცხყოფის მიყენებით და მათ შორის პოლიციელებზე ფიზიკური ანგარიშწორებით და პოლიციამ არაფერი არ შეიმჩნია რა მოხდაო კაცო ახლა თუ მოხდაო ბოთლი თავშიო. აბა მე ვესროლო ერთი ბოთლი პოლიციელს რა მოხდას ვინ იტყვის. და ესე არიან იქ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია კი არ არის, იქ არის ზონდერ ჯგუფის დაპანაკება, რომელიც ამბობს რომ ესა რა ქვია, ხელები ეკავებათ რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ და ხა ესე არ გამოვა. ხელები ხო მოეკავათ, ხო ცემეს ქალები. შესაბამისად ახლა მეორე დღეს რომ მივიდნენ და ამ ხალხს პასუხი მოთხოვა, მე ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობ. სამართლებრივი სახელმწიფო არ არის აქ. რომ დაზარალებული მივიდეს პროკურატურაში, მივიდეს სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიციელმა აგებინოს პასუხი, შეაჩეროს, ეს ნორმალურ სახელმწიფოში ესე იქნება. და როდესაც ქალს გაგილახავენ, ნათესავს და ნათლულს, ახლობელს, მე იძულებული ხარ რომ შენი და მისი ოჯახის ღირსება ესე დაიცვა, ესეც სახელმწიფომდე მივედით. არ იცავს ქართული სახელმწიფო იცავს ზონდერებს. შესაბამისად ბუნებრივია რომ იქ ამ ფორმით უწევთ ადამიანებს საკუთარი ღირსების დაცვა. ეუთო ოდირზე უნდა გკითხო. ეუთო ოდირმა თქვა რომ ძალიან დააგვიანეს მიმართვა ოცნება, მამის გამო ვერ ჩამოვდნენ და ვერ დააკვირდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ოცნება ამბობს რომ დროზე აპელირება არის არასწორი, იმიტომ რომ კონკრეტულებები არ არის განსაზღვრული. ოპოზიცია ამბობს რომ შეგნებულად იყო ეს და ფორმალურად მანიპულაცია იყო მიმართვა. რა არის რეალური მიზეზი თქვენი აზრით, რის გამოც ეუთო ვერ ჩამოვიდა? ეს ბუნებრივია იყო მათ შორის ფორმალურად მანიპულირებული მიმართვა, რომ ეუთო ოდირს ეთქვა უარი ჩამოსვლაზე, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა რეალური ტექნიკური მიზეზისა, იმიტომ რომ ეუთო ოდირი ის არ არის, რა ქვია, ქართული ოცნების NGO, რომ ესა რა ქვია, საარჩევნო უბნებზე დაკავებული იყოს ხალხის მირეკვით, ამით არ არის დაკავებული. ეს არის სოფლიოში ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო მისია, რომელიც აკვირდება არჩევნებს. როდესაც ეუთო ოდირს ასე რაღაც შენდაკრულზე თხოვ, ახლა ჩამოდი და მანამდე ევნები არ ჩამოხვიდე, არ დამენახო, ეგრე არ არის. მაგრამ ამავე დროს ეუთო ოდირშიც მე მგონი გააზრებული აქვს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს საერთოდ არ ტარდება და რუსული სპეცოპერაცია და მათ შორის მნიშვნელობაც ესმით, რომ ეს არის ფორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში, რასაც ივანიშვილი არქმევს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს. მე მგონია, რომ ეს ესეც არის. პოლიტიკური მოტივი, იცით როგორ არის, გარდა ტექნიკური მიზეზისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში ზუსტად ესმით ის კონტექსტი, რომ ივანიშვილი აქ აპირებს რუსული სპეცოპერაციის ჩატარებას და არავის არ უნდა ამის დეკორაციად საკუთარი თავის გამოვლენა. მართლმადიდებლური ამბობს, რომ ზეწოლას შეიძლება ზეწოლას ქონდეს ადგილი. ვისი მხრიდან? ანუ სხვადასხვა Deep State-ის ხო ალბათ. და მეორეა რომ ბულინგს ერიდებიან, რაც შარშან მიიღესო,
ამ ორ ვერსიას ასახელებს, რამდენად რეალისტურია? ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალისტური არის ის, რაც EUTODIR-მა დაწერა, რომ პირველი, როდესაც EUTODIR-ს იწვევ შესაბამისი ვადები აქვს მისის მომზადებას, ისინი კონკრეტულ პასუხისმგებლობას იღებენ, მისის მომზადება არ არის ესე მარტივი, რიგ ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე მგონია, რომ ამას ბუნებრივია, თან სდევს ისიც, რომ ეს არის სწორად აქვს ის კონტექსტი გააზრებული, რომ ეს არის ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია საქართველოში, რაც დამატებით მე ვთვლი ასე და მიმაჩნია, რომ დამატებით უქმნის მათ რაღაც ბარიერს მოამზადოს ის მისია, რომელიც მანამდე ირაკლი ყობახიძემ თავის ხელით დაბლოკა. ამიტომ გადაწყვიტეს მაგალითად, რომ მოკლევადიანი მისიის დაკომპლექტება მაინც მოეხერხებინათ, ხო შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ დრო მოკლევადიანი მისიისთვის. არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით მე ვთვლი, რომ ისინი დამატებით ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ EUTODIR-ის მისია, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებით სურს გამოიყენოს, რომ რაღაცნაირად მიიღოს ლეგიტიმაცია, მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური და ფორმალური საფუძველი ირაკლი ყობახიძის ხუშტურს ასე დავარქმევდი, იმიტომ რომ როგორც მანამდე უარი თქვა, აი ახლა ხუშტურით რო ეუბნება, რომ აი ჩამოდით, ეგრე არ გამოვა. ეს არ არის ისა, რა ქვია, მისი ზონდერ ჯგუფი ახლა რო ქუჩაში მიყაროს, მოყაროს, იმ ქუჩაზე გაიქეცეთ, გამოიქეცეთ. მაგდენი კი იცის ნამდვილად ირაკლი ყობახიძემ და უმუშავია ამ სექტორში, რომ EUTODIR-ი რომ აი ესე არ ჩამოდის, ეგ კარგადაა გააზრებული და ეს რატო გააკეთა? ეს კიდე ცალკე საკითხია. პროპაგანდისტული მიზნისთვის, რომ აი არ ჩამოვიდნენ, არ დააკვირდნენ, ფორმალური მიზეზი შექმნეს. ავტომატურად იცოდნენ, რომ EUTODIR-ი ამ საკითხს მიუდგებოდა ბუნებრივია ძალიან სერიოზულად და მისიას ქართული ოცნების ზონდერებით ვერ დააკომპლექტებდა. ამ იმას ახლა ზაზა მამალაძეს ვერ დაკიდებდნენ EUTODIR-ის იმას, რა ქვია, ბეიჯს. და სამთავრობო ორგანიზაციების საკითხებზე და პროკურატურაში სამართლის რა პროცესებს ვადევნებს თვალს, რა მოლოდინი გაქვს და მეორე მხრივ თავად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აღიარა, რომ აქციის მონაწილეებს აფინანსებდნენ სხვადასხვა აღჭურვილობით, აი ამაზე რა ხდება. ეს არის პოლიტიკური რეპრესიის მორიგი იარაღი, არავითარი კავშირი ამას არ აქვს რაღაცა სიმართლის და სამართლის დადგენასთან. ეგრეთ წოდებული პროკურატურა, სასამართლო, სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო არიან დაკავებული ადამიანების დაშინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობის მცდელობით. და აღჭურვილობა ისეთი სიტყვა არა, ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ აი გაიარაღებდნენ. პირბადეს ეძახიან აღჭურვილობას და სათვალეს და აირწინახს. და ვინ წამლავდა ამ ხალხს? NGO-ები ყრიდნენ იმ გაზის კაფსულებს? თუ NGO-ები ურტყამდნენ ამ ხალხს? თუ NGO-ები აგინებდნენ ქალებს? ანუ მან თავარი არის რისგან დასაცავად? ხელისუფლების ძალადობისგან დასაცავად, რომ ყიდულობდნენ 20 თეთრიან პირბადეს, ეს რატოა პრობლემა? რა ვიცი, მეც მიყიდია პირბადე გვერდზე მდგომი ადამიანების გაგუდვისგან გადასარჩენად. მეც მიყიდია ფიზიოლოგიური ხსნარი. რატოა ეს პრობლემა? ვისაც აქვს შესაძლებლობა ციცაკის სპრეი პოლიციაში შესაძლებლად არავის არ ამგონია რომ ეყიდოს. ციცაკის სპრეი იმისთვის აქვს დღეს თავისუფალი საზოგადოების უმრავლესობას, რომ სადარბაზოში კახი კალაძის ულაყები არ დახვდნენ და არ გალახონ. ამისთვის დადიან ციცაკის სპრეით ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. და მეორე მხრივ არის დასავლური ფული გამოიყენებთ და აქციების მონაწილეებს. თუ კი დასავლური ფული აფინანსებდა ფიზიოლოგიური ხსნარის და პირბადის ყიდვას, რომ ქართულ ოცნებას არ დაეწამლა 18-19 წლის სტუდენტები, არის შესანიშნავი. და ნეტა მეტი ეყიდათ ეს პირბადე და ფიზიოლოგიური ხსნარი, იმიტომ რომ აკლდებოდა ხშირად. აი პროცესების შემდეგ რა რეალობითად თქმას ელოდებთ თქვენ რა გამოგიხსნა? ეს არის დამატებითი მცდელობა გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აწვევიან, არის ის, რომ კიდევ უფრო გააუარესონ დასავლეთთან ურთიერთობა და დამატებითი შანტაჟის რაღაც მექანიზმი ქონდეთ, რომ აი ჩვენ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გავაქრობთ ამ ქვეყანაში. აი ეს არის. დასავლეთთან მუდმივი შანტაჟის ენით საუბარი. საქართველოს არჩევნებზე კი. 1590 კომისიის წევრი ვერ წარადგინეს
წარმომადგენლობის კანდიდატი 431 მაჟორიტარობის კანდიდატი რაზე მიანიშნებს ეს რომ ეს მიანიშნებს რომ მათ არ უნდა გამოიყენონ ტერმინი მთავარი ოპოზიციური პარტია საკუთარ თავზე ნაციონალურ მოძრაობას არასდროს არ შექმნია ეს პრობლემა არ აქვთ ფიზიკურად ეს ინფრასტრუქტურა და მათ მხარეს არ არის სიმართლე რო იყოს დააკომპლექტებდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერდა მხარს ამიტომ უნდა იყვნენ ტერმინებთანაც ფრთხილად პოლიტიკური და პარტიული ინფრასტრუქტურა ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს და ექნება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ეს მარტივი საკითხი არ არის და ამ ბრძოლაში სიმართლე მათ მხარეს არ არის სიმართლე საპროტესტო ამომრჩევლის 80%-ის წინააღმდეგ წავიდნენ არ ვიცი ნაკლებად მაინტერესებს რა შედეგი ექნებათ მათ თავარი არის 4 ოქტომბერს საღამოს რუსთაველის გამზირზე რა მოხდება 4 ოქტომბერს ეუთოდირი იქნება თუ სადამკვირვებლო მისიები თუ მსოფლიო თუ რაც იქნება არავინ არ დააკვირდება ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებს 4 ოქტომბერს ყველა დააკვირდება რუსთაველის გამზირს და იქ რას ვიზამთ ეგ უკვე ჩვენი საქმე და რა მოხდება მე ვნახოთ დავიღოთ არ გავასწროთ მოვლენების განვითარებას ამ გეგმებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ბევრად უფრო მეტი გეცოდინებათ, მაგრამ ის რომ 4 ოქტომბერს არავინ არ უნდა მივიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან და დაკავდეს მზადებით, რომ რუსთაველის გამზირზე დაიცვას როგორც საკუთარი ოჯახის, ისე პიროვნული, ისე სახელმწიფოებრივი ღირსება, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. სწორად მოქცეულა ეს კანდიდატი. არ ვიცი, არ მაინტერესებს ამას არჩევნებსაც არ ვეძახი. დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ვარ ამ ხალხის ბრძოლის ღალატის. საკუთარ თავზე თვითონ ინერვიულობ, ჩვენ სხვა რაღაცაზე ვართ ფოკუსირებული. ამ ივანიშვილის თამაშებში შესვლამ მე მგონია რომ საკმარისად მეტი ზიანი მიაყენა ამ ხალხს. და ამ ხალხსაც ცნობიერებენ და მაგითაც ილდებიან, თქვა და შუაში საბაბუაძე მას გუშინ გახდა ცნობილი რომ ფაქტი არის რომ მათ მხარეს რომ იყოს ცალსახა და ანკარა სიმართლე ის ციფრები რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის რიცხვები რაზეც თქვენ ისაუბრეთ სად როგორ და რა ვერ დააკომპლექტეს არ იარსებებდა ეს გამოწვევები და როდესაც შენივე ამომრჩევლის და შენივე ელექტორატის წინააღმდეგ მიდიხარ შესაბამის საფასურის გადახდა გიწევს გადავიღოთ ოთხში ბევრად მეც ველოდებით 13-ში არის შვიდობიანი დამხობის მთავარი შემადგენელი არსებითი ნაწილი არის 100,000 ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და სახელმწიფო ვერტიკალის რომელიც ძალიან დასუსტებულია ჩემი აზრით შესაძლებლობა მისი ჩამოშლის შვიდობიანი დამხობის მთავარი ასპექტი არის სიტყვა შვიდობიანი ეს გავითვალისწინებთ მე გამეხარდება ეს თუ იქნება იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია იყო ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოში გამონაკლის შემთხვევებს მიეკუთვნებოდა როცა რევოლუციის დროს ფიზიკურად ერთი კაციც კი არ დაზარალებულა ისე მარტივად და ესე რაღაცა რბილად მოახდინა ქვეყანამ რევოლუციური ცვლილებების გზაზე დადგომა განცხადებების საპასუხოდ იგივე ლევან ხაბიაშვილიც ხშირად ამბობს შვიდობიან დამხობაზე იგივე კახაკალაძე პასუხობს რომ აბა გაბედო აბა რას ელოდებით თქვენი აზრით აი ამ განცხადების საფუძველზე რა იქნება რას აპირებთ და ისინი არ ვიცი აი რა უნდა გაუბედოთ რუსთაველის გამზირზე რო 100,000 კაცი გამოვა მშვიდობიანად ეს რა არის ამაში უკანონო უკანონო კი ხო და გაბედო არა იქ მთავარი სიტყვა რასაც კალაძე იგონებს არის უკანონო ძალადობრივი ანტიკონსტიტუციური არაფერი არ იქნება ესეთი არც უკანონო იქნება არც ძალადობრივი იქნება და არც არაკონსტიტუციური იქნება და ხა მეტი დანარჩენს ჩვენ ნებისმიერი რამის რომელიც აი ამ ჩარჩოში ჯდება და არ არღვევს სხვის უფლებებს არის მშვიდობიანი არ არღვევს კანონს და არ არღვევს კონსტიტუციას ეხა აქ ჩვენ რას გავაკეთებთ ეს უკვე ჩვენი საქმეა თავარი არის მათ არის ძალადონ თორე მათ ძალადობა
აღარ ჩაივლის ისე მარტივად, როგორც მანამდე იყო აქციებზე, რომ ადამიანებს სახის ძვლებს უმსხვრევდნენ. ეს ესე მარტივად აღარ ჩაივლის. მოლოდინი გაქვთ რომ ბევრი ადამიანი ჩვენი 4 ოქტომბრის გამარჯვება არის დამოკიდებული ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების და ამ ქვეყნის პატრიოტების რაოდენობაზე. პირდაპირ ვამბობ ამასაც. რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ 5 ოქტომბერს გავიღვიძოთ არაქოცურ საქართველოში. ჩვენ არ ვიქნებით ამის ინიციატორები და ქართული ოცნება არ უნდა დაუპირისპირდეს ქართულ ხალხს.